ახლა რასაც ვისაუბრებ, ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ცხოვრების შემცვლელი აღმოჩნდეს, რადგან ბევრ მოვლენას თქვენს ორგანიზმში აეხადოს ფარდა ამით, ადამიანების 10%-ს აქვს ასთმა. ყოველ მეათე ადამიანს აქვს ასთმა. და ნახევარი შემთხვევის, ანუ 50% ასთმის შემთხვევების დიაგნოზის გარეშე გადის. ანუ ისე გაივლის ადამიანის ცხოვრებას, რომ დიაგნოზს ვერ დაусმევენ, რომ ამ ადამიანს აქვს ასთმა. ყველაფერი მარტივადაა, როცა კლასიკური სიმპტომები აქვს ასთმას, როგორია კლასიკური სიმპტომები, როცა დრამატულად ერთბაშად იწყება შეტევითი ხველა, მაგალითად შეტევა, ვიზინგი, ხმაურიანი სუნთქვა, დისპნეა, სუნთქვის გაძნელება, ადამიანს არ ყოფნის ჰაერი და გულმკერდის მიდამოში სიმჭიდროვის შეგრძნება, ან ზეწოლის შეგრძნება და ეს კლასიკურია და ახლა ამას რო გაიგებს ადამიანი, ყველა იტყვის, უი ასთმა, ხო, მაგრამ არის სიმპტომები, რომელიც არის ფარული სიმპტომები და ისე აქვს ბევრ ადამიანს, რომ ვერასდროს ვერ გებულობს, რომ ასთმა შესაძლოა ვერასდროს ვერ მკურნალობს და რომ ვერ მკურნალობს, სუნთქვა უარესდება და უარესდება დროთა განმავლობაში. და მერე ჭირდება უფრო უარესი მკურნალობა, მძიმე მკურნალობა და თან აღარ არის ეფექტური და ემართებათ ადამიანებს ხშირად მქოდი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელიც მძიმე დაავადება. ამიტომ მნიშვნელოვანია ამოვიცნოთ ასთმა, მაშინ როცა არ გვეუბნება პირდაპირ სურათი, რომ ეს ასთმაა და ამაზე ვისაუბრებთ 7 ასეთ ნიშანზე, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირველი ნიშანი არის მშრალი ხანგრძლივი ხველა. ადამიანებს, ვისაც აქვთ ასთმა და არ აქვთ დიაგნოსტირებული ასთმა, ხშირად აქვთ ხველა. ეს ხველა არ არის უბრალო ჩახველება, რომ აი დღეში ერთხელ ან ორჯერ უბრალოდ დაახველოს ადამიანმა, არა. აქვს შეგრძნება ამ ადამიანს, რომ ქრონიკული ხველა აქვს, რაც განსხვავდება სხვა ადამიანების, მაგალითად ზოგჯერ ჩახველებისგან განსხვავდება. გადაიღო შეიძლება რენტგენი, არაფერი არ გამოჩნდა რენტგენზე, თქვათ ჩაიტარა ტესტები, მათ შორის სპირომეტრიაც, ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ ამ ადამიანმა იცის, რომ ეს ხველა აქვს. ქრონიკული ხველის 30% არის ასთმა. და ამას ქვია ხველა ვარიანტული ასთმა. ანუ სხვა ნიშანია არ გვეუბნება, რომ ასთმა მარტო ხველა აქვს ამ ადამიანს. ხველა შეიძლება იყოს მშრალი, ან ოდნავ სველი, ნიშნავს, რომ ანუ ესე არ არის, რომ ნახველს არ ახველებს, მაგრამ აქვს შეგრძნება, რომ ცოტა ნახველი აქვს, მაგრამ თან მშრალი ხველაა, ან უფრო მშრალი ხველაა. და აი ყელში რაღაც ღიტინის შეგრძნება აქვს და უნდა რომ დაახველოს და ეგ არის ერთ-ერთი ნიშანი. ეს ხველა უფრო მეტად ძლიერდება ღამღამობით, უფრო მეტად ძლიერდება ფიზიკური აქტივობის დროს, ვარჯიშის დროს მაგალითად და ცივ ამინდში, ცივ ჰაერში და იტყვის, რომ აი გავა, შეიძლება თქვას, რომ აი გავედი სიცივეში და უკვე გაცებულად უგზნობ თავს და მრავალ შემთხვევაში ეს არის ხველა ვარიანტული ასთმა. ხშირად ეს ადამიანებთან უმჯობესდება მდგომარეობა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებით და ბრონქოდილატატორების გამოყენებით დაახლოებით 4-8 კვირაში. შესაბამისად შესაძლებელია აღმოჩენას მკურნალობაც. მეორე ყველაზე ხშირი ნიშანი არის გულმკერდის მიდამოში მოჭერის შეგრძნება. აი ადამიანები ვერც კი აღწერენ კარგად ეს რა არის, ნუ ვისაც არ გამოუცდია. დაახლოებით ეგეთი რაღაცაა, რომ გგონია, რომ რაღაც კარგად ვერ ფართოვდება, მაგალითად ჩასუნთქვისას გულმკერდი. ან გონია, რომ შებოჭილობის შეგრძნება გაქვს გულმკერდის მიდამოში. ან გონია, რომ ყრუ ტკივილი გაქვს. ანუ ეს არ არის ხა ისეთი ტკივილი, რომ ისა რაღაც ძალიან აუტანელი ტკივილი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით თქვათ, აი ღრმად რო ჩაისუნთქავ, გონია, რომ რაღაცა უჭერს, რაღაცა ცოტა ტკივილის მსგავსი შეგრძნება აქვს. ბოლომდე ვერ ისუნთქებ ასეთი შეგრძნებაც და ბოლომდე ვერ იღებ ღრმა სუნთქვას და თუნდაც თქვათ ღრმად ჩაისუნთქო, აი კმაყოფილი არ ახარ შენი სუნთქვით. აი ეს შეგრძნება აქვთ ადამიანებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმაც და ექიმმაც, არის ზუსტად აი ეს მოჭერილობის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში. ერთ-ერთი
ტოპ ნიშანია, ტოპ სიმპტომია განსაკუთრებით იმ ასთმის, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. შესაბამისად მნიშვნელოვნად ყურადღება მისაქცევია ეს მოჭერის შეგრძნება, როდის ძლიერდება, როცა ცივ ამინდში, ცივ ჰაერზე გადის ადამიანი, ან ფიზიკური აქტივობისას, ან ღამღამობით, ღამე განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია და როცა მშრალი ჰაერია, ცივი ჰაერია გარეთ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიმულანტებია ესენი ამ მოჭერის შეგრძნების. ეს მოჭერის შეგრძნება შეიძლება ქონდეს იმ ადამიანსაც, ვისაც კონტროლირებული ასთმა აქვს, დრო და დრო მაინც შეიძლება ქონდეს ეს მოჭერის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში. ან ადამიანებს, რომელსაც აქვთ ზრდასრულობაში ასთმა, არ ბავშვობაში, არამედ ზრდასრულობაში ასთმა და შეიძლება ბევრ სხვა რამეში აერიოთ. შემდეგი ნიშანი არის ფიზიკური აქტივობა. თუ ფიზიკური აქტივობა იწვევს სუნთქვის გაძნელებას. აი რამე ფორმით შეიძლება ხველას იწვევდეს, შეიძლება აი ამ გულმკერდის მიდამოში მოჭერის შეგრძნებას იწვევდეს, შეიძლება სუნთქვის დისკომფორტს იწვევდეს, ანუ ფიზიკური აქტივობის დროს, ვარჯიშის დროს, ან შემდეგ და არ უნდა დააბნიოს ეს ადამიანებს ზოგჯერ ვარჯიშის მომენტში არა აქვთ ეს, კარგად არიან, ზოგს თავიდანვე ვარჯიშს დაიწყებს და რამდენიმე წუთში უკვე აი გულმკერდის მიდამოში მოჭერის შეგრძნება ვერ სუნთქავს, ჰაერი არ ყოფნის და ეს ასთმის ნიშანია, ვარჯიშით გამოწვეული ასთმა, ესე ქვია პირდაპირ. მაგრამ ზოგ ადამიანს ჩვეულებრივად ვარჯიშის დროს კარგად, იმიტომ რომ ფართოვდება ბრონქები ვარჯიშის დროს სიმპათიკური აქტივობის გამო, მაგრამ როცა დაასრულებს ვარჯიშს, მერე იწყება სიმპტომები. შეიძლება რამდენიმე საათის მერეც კი დაიწყოს სიმპტომები და მოჭერის შეგრძნება, იმიტომ რომ ვიწროდება ბრონქები და მერე ეწყება ადამიანს ესეთი სიმპტომები. ესეც ასთმა, როგორც წესი, მერე დასვენება, სადაც 9 საათით ან 60 წუთის განმავლობაში შველით ხოლმე და უფრო მეტად მსუბუქდება ეს სიმპტომი და უფრო ხშირად ადამიანები, ვინც ცივ ამინდში ვარჯიშობენ ხოლმე, გარეთ როცა ცივა, სიმშრალეა, მაშინ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამ ბრონქებთან ხშირად უწევს ეს ცივი ჰაერი და ცივი ჰაერი კიდე იწვევს ბრონქების შევიწროებას, ჰიპერრეაქციული ბრონქები აქვთ ეს ადამიანებს და ეგ იწვევს მერე სიმპტომებს. ხო, ეს კიდევ ესეთი ასთმა, ვარჯიშით გამოწვეული ასთმა გაგიკვირდებათ და ხშირია იმ ადამიანებში, ვინც ფიზიკურად აქტიურია. ხშირია ბავშვებში, ხშირია სპორტსმენებში, ვინც ფიზიკურად აქტიურია, იმიტომ რომ ეს ცივი ჰაერი მუდმივად სუნთქვა აჩქარებულია, ხშირად პირის სუნთქავენ და ხშირ ჰაერთან უწევთ კონტაქტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც არის, რომ ადამიანებს ეუბნებიან სპორტის დროს, რომ ცხვირით ისუნთქეს, ზუსტად ეგ არის, რომ ანუ პირით სუნთქვის დროს ერთ-ერთი არაეფექტურია ეგ სუნთქვა. და მეორე ერთ-ერთი კიდე ზედმეტი კონტაქტი ცივ ჰაერთან ბრონქებს ხელს უწყობს, რომ მერე ასთმა განვითარდეს. ამიტომ აი ესეც რომ თქვა შეიძლება ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს, აქტიური იყოს, სპორტული იყოს და მაინც ასთმა კონდეს, სრულიად შესაძლებელიც არის და პირიქით განსაკუთრებით აი მარათონელები და ვინც გრძელ მანძილზე დარბიან და ასე ვარჯიშობენ საათობით ზოგჯერ, მაგ ადამიანებშია. შესაბამისად არ გამორიცხავს ერთმანეთს და არ არის გასაკვირი. შემდეგი მეოთხე ნიშანი არის ქრონიკული ბრონქიტი. ადამიანებს, რომელსაც აქვთ ეს ასთმა, ხშირად ემართებათ ქრონიკული ბრონქიტი. აქ უფრო ქრონიკულ ბრონქიტს არ ვამბობ კლასიკური გაგებით, ან კლასიკური გაგებით ქრონიკულ ბრონქიტი ემართებათ ძირითადად წეველებს 40+ ასაკის ადამიანებს. ამაზე არ მაქვს საუბარი. აი ადამიანი გეტყვის აი ხშირად მახველებს, მაგალითად, აი ჩვეულებრივი გაცება რომ დამემართება, მე კვირების განმავლობაში მახველებს, ჩვეულებრივი გრიპი რომ დამემართება, კვირების განმავლობაში მახველებს, ან ხშირად ცივდები, ან საკმარისად ცოტა არის და უკვე მეწყება ეს სასუნთქის სიმპტომები, ხველა მეწყება და ძალიან ადვილად ცივდები. აი ეს ბევრ შემთხვევაში ეს არის ასთმა. ბევრ შემთხვევაში არის ასთმა და ასოცირებულია ამ გარეთ ალერგენებთან, სიცივესთან და მერე არის მანკიერი წრე.
რომ თუ კი ასთმა აქვს ადამიანს, ასთმა ნახველს მეტ ნახველს წარმოქმნის და სქელდება ეს ნახველი, მე ამაზე ინფექცია ადვილად ვითარდება, ინფექცია ანთებას იწვევს და ასთმას აძლიერებს. ანუ ერთმანეთს აძლიერებენ, ასთმა და ინფექცია ერთმანეთს აძლიერებენ და ეს მანკერი წრე იკვრება. ამიტომ ერთმანეთს ხელს უწყობენ ასთმა და ბრონქიტები, ამიტომ არის რომ ადამიანს რომელსაც აქვს ასთმა, ხშირად ემართებათ ბრონქიტები და ადამიანს რომელსაც ხშირად ემართებათ ბრონქიტები და აი ხველებიანი და აი რო გაცივდები და მე რო გახველებს დიდხანს გახველებს და ამ შემდეგ ეჭვ უნდა მიიტანო რომ ასთმა. ბევრ შემთხვევაში ეს არის ასთმა. განსაკუთრებით თუ ალერგიული ხარ, განსაკუთრებით თუ ალერგიული რინიტი გაქვს ხვირდან ხშირად ჩამოგდის ხოლმე. მეხუთე ნიშანი არის მუდმივად გინდა რომ თითქოს გაიწმინდო ყელი, ანუ ამოხველება გინდა მუდმივად თითქოს რაღაცა თითქოს ახმის გაწმენდა გინდა, აი ესეთი ამოხველებები, მოკლედ მუდმივი შეგრძნება რომ გაიწმინდო ყელი. ეხლა ეს არ არის ის რომ მაგალითად ხშირად ახველო, არამედ უფრო მეტად თითქოს მუდმივად გაქვს შეგრძნება რაღაცა რომ გინდა ამოახველო, ოღონდ ეს არა ის ნახველი, სქელი ნახველი კი არა გაქვს რომ რაღაცა ამოახველო და ეგ არა, უბრალოდ ჩაახველებ იმისთვის რომ გაიწმინდო ყელი. შეიძლება ასოცირებული იყოს ხმის შეცვლასთან, შეიძლება არც იყოს ასოცირებული. უფრო მეტად ეს ხშირად ჩახველებები ასოცირებულია ცივ-ჰაერთან, სიცივესთან კონტაქტთან, ფიზიკურ აქტივობასთან. მათ შორის ბევრ ლაპარაკთან. ხო, და მეექვსე ნიშანი არის ღრმა სუნთქვის აღება. ასეთ ადამიანებს, ანუ აი ამოხრა კი არა, ახლა როცა რაღაცა ამოიხრავს ადამიანი, ეგ სხვა არის, როცა კიდე ანუ სუფთა დამთქნარება სხვა არის, მაგრამ თითქოს ადამიანი კონტექსტიდან ამოვარდნილად ხშირად იღებს ღრმა სუნთქვას და მაინც არ აქვს შეგრძნება რომ კარგად ამოისუნთქა. ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია იმისი რომ შეიძლება ეს იყოს ასთმა, თითქოს ღრმა სუნთქვას ვერ იღებს ადამიანი. მაშინ როცა ტესტებში ნორმა იქნება, ჟანგბადი რო გაზომოს, ნორმაში იქნება ჟანგბადი და პულსოქსიმეტრით რო გაზომოს სატურაცია ნორმაში იქნება. მაგრამ მაინც აქვს აი ეს ღრმა სუნთქვების აღება და ცდილობს რომ ამოისუნთქოს, მაგრამ ნუ ვერა, მაინც უნდა რომ უკონტექსტოთ ამოისუნთქოს ხოლმე ღრმად, ჩაისუნთქოს ღრმად და მაინც არაძლევს ეს დაკმაყოფილება. თითქოს საკმაოდ რაოდენობით ჰაერი მაინც არ ჩავიდავ. აი ესეთ შეგრძნება. ესეც ასთმის ნიშანია, ერთ-ერთი, არა ერთადერთი რა თქმა უნდა და არა აუცილებლად ასთმის, მაგრამ ყურადღება რაზეც უნდა მიაქციო, რომ ასთმა ხომ არ არის მნიშვნელოვანი ნიშანია. და მეშვიდე არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება, რომელიც მჟავიანობა, მჟავა რო ამოდის კუჭიდან, საყლაპავში და ზევით. ერთ-ერთი ნიშანია, რისკია მნიშვნელოვანი ასთმას აძლიერებს და თუ ადამიანი ასთმისკენ მიდრეკილია, შეიძლება დროთა განმავლობაში ასთმა განვითარდეს. ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი განვითარდეს, ან მჟავა გადავიდეს და ხორხში გააღიზიანოს ხორხი და მე ადამიანს კონდეს მშრალი ხველა. ესეც ერთ-ერთი ნიშანია ასთმისკენ მიდრეკილი ადამიანებთან, აი ეს მჟავიანობა ვისაც აქვს, მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ასთმის განვითარებას და მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ხველას. ხო, ეს არ ვამბობ რომ აუცილებლად ასთმა, ოღონდ, ანუ გადაკვეთა აქვთ, მაგრამ რისკებს ზრდის, ანუ გასტროეზოფაგალური რეფლუქსი მნიშვნელოვნად ზრდის ასთმის რისკებს. აი ეს არის რის თქმაც მინდოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რეალურად ვისაც სუნთქვის პრობლემები აწუხებს, ბევრ ამას მოფენს ეს ვიდეო ნათელს და ჯერა რომ ბევრ ადამიანს დაეხმარება. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.